თბილისის ბიუჯეტის სეკვესტრი 12 მილიონი ლარით და სოციალური პროექტების დაფინანსების გზები იყო თბილისის მთავრობის ხდომაზე განხილვის მთავარი თემა. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ამ საკითხზე სპეციალური კომენტარიც გააკეთა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მისი თქმით აუცილებელი გახდა დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. თბილისის მერმას ხდომაზე ოპონენტებსაც უპასუხა დედაქალაქის მთავრობის წევრებმა დღესვე გადაწყვეტილება მიიღეს ეგრეთ წოდებული ბოშების ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებული მოსახლეობის დახმარების შესახებ. გაიჟღერა გუშინ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან თითქოს რაღაცა ფორმით, რადგან ჩვენ ქამრების მოჭერა დავიწყეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს რაღაცეები დააკლება ან საინვესტიციო პროექტები შემცირდება. არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება. ჩვენ იმიტომ მივმართეთ სესხის აღებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეკონომიები გადმოვიტანეთ ჯანდაცვაში და სოციალურ უზრუნველყოფაში, რომ ხალხს არაფერი არ დააკლდეს. და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი სოციალური მხარდაჭერა, არც ერთი ჯანდაცვითი კუთხით დაფინანსება არ შემცირდება. მოვიყვანეთ სამშენებლო კომპანია, რომელმაც გუშინვე დაიწყო სამუშაოები, კონკრეტულად გაასწორა რისი გასწორება შეიძლებოდა და გადააფარეს ტენტით, რომ წყალი არ ჩასულიყო ოჯახებში. დღეს დილიდან 8 საათიდან ჯგუფი მუშაობს და ხდება სახურავის გადახურვა.